ალბათ მაია მიტყვეშვილი გავანთავისუფლე პირადი შეუთავსებლობის გამო ძალიან სამწუხაროა ჩემთვის და გუშინ მოისმინე და გუშინ ნახე რომ კიდე არის ქვეყანაში ხალხი რომელიც ამის გამო მზად არის რომ ძალიან ძიმე იყო ნამდვილად პიროვნული ძალიან ძიმე იყო ის ბრალდებები რაც მოისმინე ჩემთვის პიროვნულად იყო ძალიან რთული ნახვა ფაქტისა და სკამის გამო შეიძლება თქვა ხვილი. მე მინდა განმარტო რას ნიშნავს პირადი შეუთავსებლობა. მე მესმის ახლა რასაც ვილაპარაკებ, მე ძალიან ბევრი ადამიანი ცინიკურად ამას შეხედა, მე ამ მიმართავ თქვენ მიმართავ მშობლებს და არა ექსპერტებს, რომლებიც მე ეცდებიან შემოსავლების ფაზირების გამო. მაგრამ მე მაგალითს ვეთქვი. არის დიდი ოჯახი, რომელიც 7 წლის წინ ოჯახში ცხოვრობენ ბავშვები, მშობლები, ბებია, ბაბუა, შვილები, დიდი ოჯახი, ძალიან სახა. 7 წლის წინ გააკეთა ამ ოჯახმა რემონტი სასადილში, იმიტომ რომ მთელი ოჯახი სასადილში იყვება და შეიძლება კარგი პირობები ოჯახისთვის, საუკეთესო პირობები მომენტისთვის. მაშინ წყალი ჩამოდიოდა ჭერი და პრობლემები გაკეთდა, მაგრამ გამოშვიდა. ახალგაზრდობები შემოვიდა, ახალ ტექნიკა და ოჯახმა მოიფიქრა, რომ მოდი გავაუმჯობესოთ ჩვენი სასადილო. გავაკეთოთ უკეთესი ტექნიკა დაუმატოთ. და გაუძახა დიზაინი, გაუძახა სამშენებლო კომპანია. დიზაინერმა გაზომთქვა, რომ პრობლემა არ არის, გავაკეთეთ, სამშენებლო კომპანია მიიღო დავალება ოჯახის. ერთ-ერთი ხელოსანი, რომელიც მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში, რომელიც იყო გამოცდილი დიდი ხანია მუშაობდა. კარგი, არ ვიტყვი ერთადერთი, მაგრამ კარგი ხელოსანი. მაგრამ მე ამას არ დავაკეთე. მან თქვა, რომ მე არ ვეთანხმები ამას. მაშინ სამშენებლო კომპანია მოიყვანა და უთხრა ოჯახს. აი, თუ შეიძლება გადავახო, უკეთესად იცოდეს, იმიტომ რომ ჯობია კონსენსუსი ყველა საკითხი მოგვაქვს. ოჯახმა უთხრა, რომ მე მიიღეს. მაგრამ შემეძლოა ხელოსანი, მე ამას მაინც არ გავაკეთე. რომ მესამე მაშინ სამშენებლო კომპანიას უნდა ერთადერთი შესაძლებლობა რომ შეეცნობა ხელოსანი. ალეგორიას თქვენ მივხვდით. ოჯახი ეს არის ის ვინც ახლა აქ არის, ეს არიან რექტორები, ეს არიან სკოლის მასწავლებლები, დირექტორები, ბავშვები და ასე შემდეგ. თქვენი მოთხოვნა იყო 3-4 წელიწადში ჩვენ ჩავატაროთ რეფორმები და გავაუმჯობესოთ ჩვენი განათლების სისტემის საგამოცდო სტრუქტურა. მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. მე მოწმეა, მე ეს არ მინდოდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ ეს არ მოხდა. ჩემ ძიმე იყო მოწმენა იმ ბრალდების რომელიც თურმე მინისტრია კრიმინალი და ასე შემდეგ. მე მინდა ვიტყვათ რომ ხო ბატონო ქალბატონო მოემზადა რა ახლა მომავალში იმაზე ვერ რაღაც საინტერესოს გავიგებთ ჩვენ შესახებ. ვერ რაღაცას გავიგებთ სანდრო კუტაშვილის შესახებ. რომ ის ბავშვებს ჭამს დილაობით რომ ახლა ბენდიკის არის მიწინა ხასოს აგენტი. ეს რომ არის სხვა ქვეყანა იქნება. რომ მინისტრი არის სატანა. რომ დიამორფული არის სატანა, ასე სატანის სახური. რომ ის მასწავლებლები რომელიც აკეთებენ თავს არიან პატარ-პატარა ეშვა, ამას ყველაფერს გავიგებთ.